რა უფრო მნიშვნელოვანია, რაც გარედან თუ რაც შიგნით? მაგრამ ის რაც გარედან არის, რომ არ გქონდეს, შიგნიდან რაც არის, ის ასეთი დაცული იქნება? ორივე მნიშვნელოვანია. თავის დროზე ორივე ხომ მნიშვნელოვანია. თუმცა ჩვენ რო დაგვირიგებენ ახლა და გავალთ ამას მოხსნით და ხო გადავაგდებთ. მაშინ უკვე ის იქნება მნიშვნელოვანი, რაც შიგნით არის, ხო მართალი. მაგრამ თავის დროზე ესეც ხო მნიშვნელოვანია. აი ესე ჩვენც რო ღვთის წინაშე წარუდგებით, გარედან კი ლამაზი ჩანს ეს, მაგრამ შიგნით ახლა რო ქაიდოს. ხდება ხოლმე ხან აქ ეგეთი უცნაურობები და ახლა შიგნით რო ქაიდოს, თქვენ რო დაგირიგებენ, მაინც მოგეწონებოდათ? კი? აი მაშინ თქვენთვის ქვებს დავარიგებ. თავარი ის არის, ნახეთ, თავარი ის არის, რაც შიგნით არის, მაგრამ არც იმის უგულებელ ყოფა არ შეიძლება, რაც გარეთ არის. ჩვენში თავარი ის არის, რაც შიგნით არის, ჩვენი სული. ჩვენთვის ის არის თავარი, რაც შიგნით არის, ჩვენი სული, მაგრამ არც ჩვენი სხეულის უგულებელ ყოფა არ შეიძლება. იმასაც უნდა გავუფრთხილდეთ.